სალამი. მოგესალმებით. ჯიმი ნიკო ზუკა არის კადრს უკან. როგორ გრძნობ თავს ახალგაზრდულად? ახალგაზრდულად? რატომ უნდა? ბოლომდენია დღე მივხვდი, რომ ასაკი ამიწია. როგორც წესი ტექნოლოგიებს. იგრძენი? კარგად უბამდი ხოლმე რას უბამ ფეხს. ხარს. ინსტაგრამი არ აქვს, ხო? არა, მაქვს, მაგრამ აქტიურად არ იმაშვები. ინსტანტები. ეს არის საზოგადოების ნაწილი. არა. ზუკა, შენ იცი ინსტანტების მუღამი? ანუ რა არის ვიცით, რომ დრო-დრო ნოტიფიკაცია ამომდის, რომ ვიღაცამ ინსტანტი დაპოსტა და ვადებ და რაღაც ფოტო არის და მანამდე ზდებდა ეს ხალხი ფოტოებს და სტორებს და ინსტანტის მუღამს ვერ მივხვდი და ხო ანუ ინსტანტს ვერ ადებ, ვერც ეფექტს, ვერც მუსიკას, ეგრევე რაც გადაიღე. აი, ჩემს ცხოვრებაში როგორ ირიბათ არის შემოჭრილი. ალბათ ეს არის ახლა გეტყვით. რაღაცაზე მეუბნებოდა ამას წინათ ჩემი ცოლი, რომ აი სურათი ის ესეთი და მაჩვენე ხო და აი ვერ გაჩვენებ გაქრა ჩატში გამომიგზავნეს. თქვენ როგორ ვერ მაჩვენებ, როგორ? არა ეგრე არისო, რომ რაღა ამდენიმე წამის მერე ქრებაო და მე დავიძაბე. ეგ სხვა რამეა. იგზავნიან, ის ერთხელ შეგიძლია ნახოთ, ან მობილურიდან მარტო და მე ქრება. ხო და ეგ რა არის, ეგ არ არის ეგ? მაგასთან არაფერი კავშირი. არა, ეგ არის პირადი მიმოწერის დროს რაღაცა გაგზავნილი ესე. ინსტანტი არის საჯაროდ აზიარებ, ოღონდ ცალკე აპლიკაციაც გააკეთეს მაგის, მაგრამ ინსტაგრამის მესენჯერში ჩანს. რაში მდგომარეობს? ცალკე უნდა ჩამოწეროს მუღამი, იმიტომ რომ მე ვიღაცები მიჩნდება და მე თან ესე გვერდულად ვერ სკროლავ, ანუ ერთი უნდა ნახო, გათიშო და მე ესე რომ წევ ხოლმე ჩემ ფოტოს ვხედავ ხაბაბიანს რაღაც ესე რომ იყურება და მეთქი ღმერთო ჩემო. რაში მდგომარეობს მისი ღირსშესანიშნაობა? რატომ გეუბნები რომ აქამდე ვიცოდი სულ ყველაფრის მეტნაკლებად რაში მდგომარეობდა და ამისი ეთყობა რომ ინსტაგრამა გადაწყვიტა რომ რაც ნაღდი შეუფარავი რაც ბირიალის კონკურენტია. მაგრამ ვერ ატვირთო რა სტორიზე ხო შეიძლება გადმოწერო ფოტო ატვირთო და დადო და იქ მაგად ვერ იზავ მაგას რა რასაც გადაიღებ მარტო მაგას თქვა. რა ვიცი სულელი. არ ვიცი რა შევწუხდი ზუკა რა შევწუხდი ანუ ესე ვარ ინსტანტი დადო ვიღაცამ და მეთქი არ мне всё равно რაც რატო ვიწყებ რუსულად ლაპარაკს არ ვიცი მაგრამ ნუ ვიწყებ. მოკლედ მაგამ ბავშვი ვარ. იცი რა არის? ისე შეირცხვენა რუსეთმა თავი რომ აი რუსული იმიტომ გაგახსენდა ქვეცნობი რომ რაღაც ჩამორჩენილობის და რეგრესის ხო ძველმოდურობის და აი უცებ დავბერდი და ეგ ის იყო. მეორე რაც მაწუხებს რაც ვიდრე რეალურ თემებზე გადავალთ არის მე ხო კინოში მიყვარს სიარული და თვითონ კინო კავეა ამ შემთხვევაში წუხს ხოლმე რომ იმდენი ხალხი აღარ დადის როგორც მანამდე და მე ამას წინათ ვფიქრობდი რომ თქვა კაიხანი არსად არ ყოფილი ვარ მაგრამ პრაღაში რო დადიხარ პლაკატები არის რომ ეს ფილმი გადის გარეთ შეიძლება შეგხვდეს აქ მინდოდა ფილმზე წასვლა რომელსაც ქვია obsession არ ვიცი ქართულად როგორ ითარგმნება ეს არის obsessia ანუ ხომ რაღაცა ნავაჟძენია რუსულად მე მახსოვს იმიტომ რომ სხვა ფილმი იყო ეგრეთ თარგმნილი რომელიც არის წლის ყველაზე შემოსავლიანი ერთ-ერთი რაც ჰორორ ფილმი რომელიც გადაღებულია მცირე ბიუჯეტით უცებ აფეთქდა ყოველს მაგის ნახვა უნდა და მეთქი მეც ვნახავ ანუ ვიცი რომ кай ფილმია შევედი არ იყო ანუ არც გადის და არც უახლოეს ხანებში არ აპირებენ რომ გავიდნენ მეორე დღეს შევედი აღვნიშნა რომ გადის მეორე ანუ ერთ დღეს არ იყო ინფორმაცია მაგაზე მეორე გადის მეთქი წავალ ბავშვს წავიყვან თხოვასოფომ რა მეთქი წავიდეთ შევედი სუ ქართული მეთქი ანუ არ მინდა ხა ჰორორს ინგლისურადაც ვნახავ ის კი არა რომ ქართულს ვიწუნებ მაგრამ ვიწუნებ არა იმიტომ რომ ქართულად არის არა იმიტომ რომ ცუდად არის ნათარგმნი იმიტომ რომ ხმა არ დევს ისე სწორად როგორც უნდა იყოს და თან ვერ ხვდები რატომ უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი ჰორორ ფილმი ანუ საბავშვო მულტფილმი კიდე გავიგებდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ არ უნდა იგებდე და მანამდეც უნდა იცოდე ანუ სუბტიტრები დაადე რა და იქნება რა ვინც არ იცის ინგლისური შეხედავს ტიტრებს წაიკითხავს ვინც ვიცით გავიგებთ სანამ ბილეთს შეიძენდი მანამდე გაიგე რო ეგრე არ შემიძლია ბილეთი ანუ ნახე იქ და ისა თან აქამდე საიტი შეცვალეს რედიზაინი გააკეთეს და გახდა უარესი ვიდრე მანამდე იყო იმიტომ რომ მანამდე შეგეძლო ამოგერჩია რომ აი მარტო ინგლისურ ორიგინალ ენაზე ფრანგულით მირჩევნ არ ვიცი ფრანგული მაგრამ მირჩევნ ქართული სუბტიტრებით ვნახავ ვიდრე რაღაც გადახმოვანებული იყოს ოკეი ანუ არ მივიდივარ კინოში არ მივიდივარ მე ერთ დღეს შევიდა აღმოჩნდა რომ დაუდიათ ინგლისური სეანსები რომელიც გამოუცხადებთ Facebook-ზე რომ ბევრი მაქვს თხოვა და დავდეთ თუ რაღაცაო მაგრამ ესე რანაირად მეტი რა არის ესა თან წასვლამი ანუ ის არის რომ მინდა რომ ფული მოგცეთ მოვიდე პოპკორნში ფული გადავიხადო და დავждე და შევხედო obsessions ან იმას ცხრების დეტექტივს რომელიც ცხრების დეტექტივი ტრეილერი ვნახე და მოკრიდი ახლა ძალიან მოგეწონა აბა მინდი
ჰიუ ჯეკმანი არის ცხრების მწყემსი და ცხრებს უყვება ყოველ საღამოს დეტექტივებს უკითხავს. სადღაც ვნახია ის ანონსივით. და მე რო ეს იბრიდება და ესენი ჰიუ ჯეკმანი ახლა სპოილერად ხوار ან ტრეილერშივია და ცხრები იძიებენ ამის მკვლელობას. წაიღეთ ჩემი ფული, მინდა რომ ეს ვნახო კინოში შევხედო, ანუ ალბათ კაი ფილმია თან, მაგრამ სულ რო საშუალო ფილმი იყოს, ეს მოცემულობა უკვე მე მაგარი ისა ვარ. თან მოკლედ მომწონს უკვე. თან ამ ცხრებს ახმოვანებენ რაც ბრიტანული კინოს ვარსკვლავები და ბრაიან კრენსტონები და ვიღაც არ მინდა გადახმოვანებული ბრაიან კრენსტონის ხმა მინდა, ნუ ტყუილად ახარჯეს იმათ. შენი ორეულის. ჩემი ორეულის ტიპებმა აიღეს ფული მიცეს ვარსკვლავებს სხვადასხვა ცხრები გაახმოვანებინათ და ეხლა ეს მიიღოს გადახმოვანებული ქართულად და ეხლა ძალიან დიდ პატივს ამ ქართულ მსახიობს, მაგრამ ბრაიან კრენსტონი არც ერთი არ არის, არ მგონია რომ გამოხტეს რო თქვას რომ ჩემთვის ეს შეურაცხყოფა, მე ვარ ჰელენ მილანი, თუ რა ვიცი ვინ არის. შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ ის არის ხო? დამიტოვე ინგლისურად დამიტოვე ხო არის თავიდან ჯერ ერთი რამდენი რუსი არის საქართველოს ჩამწული პატივი არ უნდა ვცეთი მათ? ვერ ისწავლეს ქართული, წავიდნენ ინგლისურად ნახავენ. აი, ეგ უფრო მნიშვნელოვანი და წონიანი არგუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს ნიკო შენ კი იხუმრე. ხო, თან არ მისმის გაცილებით უფრო იაფიჯდება სუბტიტრების დადება. და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა სუბტიტრებზე ხალხი არ დადის, რაღაცა გახმოვანებული უნდა იყოს აუცილებლად ქართულად. ეგ მგონია რომ მუშაობს მულტფილმზე ან საბავშვო ფილმზე ან რაღაცაზე და თუ ეხლა დასრული ადამიანი ხარ, დიდი ეკრანია, წაიკითხე ტიტრები რა, თან გაიგებ რა ხდება და თან შეიძლება ენა ისწავლო. ფრანგულ კინოზე წავიდოდი ეგრე და რაც თან ეგ მიღებული პრაქტიკაა ხო ფესტივალებზე და ეს ბევრ ესეთ იმაზე, სადაც პროფესიონალებიც არიან, მაყურებლებიც არიან, მოყვარულებიც არიან, ეს სუბტიტრები თურება, იმიტომ რომ აღქმის თვალსაზრისით ხო ორიგინალთან მიდიხარ რა. ხო. კი. თანა იაფია უფრო ადვილია, არ ვიცი რატო ხდება ესე და ვიცი რა. მაგრამ ის მინდა რომ კინოში მინდა წასვლა და იაფიან 10 ლარიან ბილეთს არ დაველოდები ეს ამაკ. ხო იცი რომ 50-ის გავხდები მალე და მივატყლე შავ მთელ ფულს და ლუც მაინც შევიტანი. იქ რო იყიდო ძვირია, ჯობიას ბარში იყიდო, ჩანთაში ჩაიდო, ან კოკა-კოლა და ნუ ხა პოპკორნს იქვე ვიყიდი. ხო, შეიძლება რა ვიცი, რაღაც კვლევით ხელმძღვანელობენ, ნიკო, არ ამგონია. რამე კვლევით რო ხელმძღვანელობ, ხო წინასწარ მეტყოდნენ რომ ფილმი გადის, რომ ვიცოდე. ხო, არა, აბა მაშინ ხო ირთულებენ რეალურად, ხო? ხალხსაც იზდიან და არა, მე იმას ვამბობ, რომ ხანდახან ელემენტარული კომუნიკაცია, რო იცი, ობსეშენი, ყველა მაგაზე ლაპარაკობს, ვისაც კინო უნდა და გადის ჩვენთან და სხვათა შორის ინგლისურადაც, იმიტომ რომ თავიდან მარტო ქართულად გადის და ჰორორზე მე ქართულად არ წავალ. თუმცა ხო უკან მიმაქვს სიტყვები, საქმის გართულება და არარაციონალური ქცევა ახლა არის რა ჩვენს ხასიათში რა. მართლა კიდე რასთან დაკავშირებით შეიძლება რომ ეს? აი ხო არის, შეიძლება ცუდი პარალელი არის და არ არის თვლათ ესეთი კარგი გადასვლა, მაგრამ აი ბოლოს თქვათ, ასე ბჭყალები შეიძლება არც უნდას გატყდა ბოლოს, ასე ვთქვათ, მთავრობა და შევიდა დიალოგში ამ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან. რაც სრულიად წარმოუდგენელი რაღაც ორთვიანი ეპოპეა იყო, აი ეს დრამატიზმით სავსე, ხო? ეხა რატო გავხსენი ეს არის, ვიდრე შემოვიდოდეთ ამ წუთას ეხლა როცა წერთ არის 5:09 დაახლოებით და შემოსვლის წინ გვითხრა ჭუმბურამ რომ შეიძლება ეხლა ბრიფინგია ჩანიშნული და იმედი აქვთ რომ გამოაცხადებენ რომ წამალს უყიდიან ბავშვებსო და ხო, ყოველ შემთხვევაში დღეს 4 საათზე ეს მეორე შეხვედრა აქვს ამ მშობლებთან და ნუ პირველი შეხვედრის შემდეგ ეს მშობლები იმედიანად იყვნენ, მართალია ჯერ ესეთი დეტალებზე არ გადავსულვართო, მაგრამ როგორც ჩანს, ნუ ეს ესეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არის და მოკლედ დაიძრა რა ისა ყინული დაიძრა როგორც იტყვიან და აქ ახლა ეს მშვენიერის საბაბი არის და საფუძველი არის და მიზეზი არის ალაპარაკოდ რა საჭირო არის თავისუფალი მედია ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური ორგანიზაციები და ზოგადად თავისუფალი გარემო უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს პრობლემა ყოფილიყო ისეთ ქვეყანაში, სადაც არც მედია არსებობს, იმედის, რუსთავიორის, მაესტროს და აღარ გავაგზავნებთ ჩამოთვლა იმად გარდა. არც სხვა პოლიტიკური პარტიები არსებობს და მაესტროს აიდან გაგახსენდა. მაგრამ კარგი. მაესტროს, იმიტომ რომ იმეებს უყურებ ხოლმე მოკლე ვიდეოებს იქიდან
ძირითადად ხელისუფლო მედია არ ნუ უცნობი ტივტივებს იქ თავის კიდობნით და ოკეი არ ვიცოდი მაგეთ ხალხს მეყვა ხარ ბოდიში რომ შეგაწყვეტი ხო არის ხო ნუ ეს ხა ტელევიზორს ესე ჩავრთე და უყურე და ის ახლა ეს შეიძლება დღის განმავლობაში ერთი რომელიმე შემაჯამებელი საინფორმაციო გადაცემა უყურე მაგრამ ამ სოციალურ ქსელებში ხვდება ხო ეს ამოჭრილი ვიდეოები ხო და აი წარმოიდგინე რომ ესეთი სტერილური გარემო ყოფილიყო სადაც თავრობის მხარდამჭერი რაღაც ესეთი ვითომ NGO-ები, მედიები და ასე შემდეგ არის. ეს პრობლემა დაიძრებოდა რაღაცნაირად სამართალს იპოვიდა ეს ნაწილი, ადამიანების ეს ნაწილი ვერანაირად, აი სრულად წარმოუდგენელი საინფორმაციო კამპანია მიდიოდა, როგორ არიან შეცდომაში შეყვანილი, როგორ ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, რომ სახელმწიფოს უდევს პულსზე ხელი და თუ კი რამე მიღწევა არსებობს სოფლიოში და რამე შესაძლებლობები, აი ყველაფერი აქვს, ყველაფერზე ხელმისაწვდომობა აქვს ამ ბავშვებს და ამ ბავშვების ოჯახებს, ხო? სინამდვილეში დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, აი განსაკუთრებით ის ილია უნის სტუდენტების ძალისხმევით, ჯერ ერთი აი ისეთი უსამართლობა გასწორდა, რომ საზოგადოებამ აღმოაჩინა ეს ბავშვები და ეს ადამიანები. ახლა იცი რა არის მედიკოსებმა აი ამ რაღაც ამ თემებზე მომუშავე სამედიცინო შეიძლება თარხანა მიცოდა ამ დაავადების შესახებ, მაგრამ 100-დან 95-მა არ იცოდა, ხო? ხო, აი ჩვენს გვერდი ცხოვრობენ ადამიანები, აი ასეთი ტკივილით, ასეთი იმით რა, სიმძიმით და ამის შესახებ არავინ არ იცოდა და აი ახლა ხო გული მიჩუხდება და ის ცრემლები მაწვება. ერთ-ერთი ბავშვის კომენტარი იყო ამ იმის კამპანიის შემდეგ ეს ფული რო შეგროვდა და ეს მხარდაჭერა და ეს მიტინგი რო სვლელობა რო ჩატარდა, რომ თურმე მთელი ქვეყანა გვერდში გვიდგასო. სინამდვილეში ასე არ იყო, მაგრამ ასე მოხდა, აიგე და მოხდა რასაკვირველია ამ მშობლების ძალისხმევით და მოხდა აი ამ იმისი თავისუფალი საზოგადოების თავისუფალი ნაწილის ძალისხმევით. ჩვენ ვიცით, ესე იგი, როდესაც ზემოდან გადაწყვეტილება მიღებულია, რას აკეთებს პროპაგანდა ამ იმის ფოკუსის გასაბლარად და ნახეთ და ვერანაირად ეს ადამიანები დამოუკიდებლად ცალკე 100 ადამიანი, კარგი ოჯახის წევრებთან ერთად 500 1000 ადამიანი ვერანაირად ვერ მიიპყრობდა ყურადღებას. აქ ახლა ისიც ითქვა, გაიგე, რომ აი სახელმწიფო ზრუნავდა და არ იყო საჭირო და თავისით არაფერი არ გამოვიდოდა. სახელმწიფო ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ მაგალითად ყველანაირი საჭიროებები აქვს დაკმაყოფილებული და ამ დროს ჩვენ გვაქვს ისტორიები, როდესაც ადამიანებს მოუწიათ ამ სენთან ბრძოლაში ბინის გაყიდვა იმის გამო, რომ აი უბრალოდ ეს უნთქა ადამიანს, ხო? მოგვარდა ბევრი რამე და ნუ აი ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმის სათქმელად რომ ის არ არის რომ აი რასაჭიროა მედია დამოუკიდებელი ის აგენტები არიან ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება მოსასპობია ქვეყნის მტერია და ასე შემდეგ ხო მაგაზე ადრე ახსენე შენ და ჩამრჩა გულში უბრალოდ ლაპარაკობდი იმაზე რომ ხანდახან როგორი თავის გადადება გჭირდება ადამიანს რომ სამართალს მიაგნო. ანუ შეიძლება ის იყოს დაავადებული ბავშვის მშობელი, შეიძლება ის იყოს გარდაცვლილის მოკლულის ახლობელი, მამა, დედა, რომ ბოლოს შეიძლება რაღაცას მიაღწიო, მაგრამ უნდა მთები გადადგა, უნდა თავისით არ მოხდება. ყველა ეცდება რომ ეგ მიჩქმალოს და მერე ილაპარაკებენ იმაზე, რომ აი შემდეგზე იქნება ეს უფრო ჩუმად მოხდეს. ახლა ის დასაწყისი და ბოლო ერთმანეთთან სხვადასხვა რაღაცები გამახსენდა, მაგრამ წინაზე ვლაპარაკობდით გორში რომ პოლიციელებმა სცემეს მას მერე რაც ჩვენის ვიდეო ჩავწერეთ, უყურებდი და თეა წულუკიანის ის იყო კომენტარი, რომლის შინაარსი იყო, რომ რას ალაპარაკებთ ხალხს. მე დასკვნა გამოვიტანე, ხა ესეც ხადია ღია ტექსტით არ უთქვამს, რომ მოიხედა ვიღაცა ხო არ გიღებს, ვიდრე რამე ცუდს გააკეთებდეთ. ანუ პოლიციელებს მიმართა, კი არა, უთხრა რომ ეს რა საშინელება გააკეთეთო. უთხრა რომ ხო იცითო რომ თქვენ ყველა ნაბიჯი შეიძლება მტერმა თუ მეტოქემ გამოიყენოს და ნუ მოგცხებთ ყველას ჩირკსო. მაშინვე გაჩნდა ლაპარაკი, რომ ხო არ დავიჭიროთ ის ხალხი, ვინც ეს გადაიღო. ჟურნალისტები, რომ დანაშაულის შეუტყობლობისთვის, რომ დარეკეს იქა 212-ში, რაც იმედია რომ მსგავსი სისულელე არც მოუვა ვინმეს თავში რომ მართლა გააკეთოს, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში შიშს და რიცკით ესავს სხვა ადამიანების მიმართ, რომელსაც თავი არ აქვს გადადებული. ტიპი, რომელიც დაინახავს უსამართლობას და შეუძლია რომ ჩაიწეროს, ხუთჯერ დაფიქრდება რომ მიღირს ახლა ეს რომ ვიღაცაებმა მერიკ მათრიონ და რაღაც სხვადასხვა სიტყვები მეძახონ და ეჭვი შეიტანონ რაშვები და როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს. ყოველ ჯერზე გჭირდება რომ თები გადადგა ისეთი რამისთვის, რაც იმის გარეშე უნდა ხდებოდეს. კიდევ ერთხელ ეს პროცესი როგორ დაიწყოს დუშანის სინდრომი დაავადებულ ბავშვთა მშობლების რომ მივიდნენ რომ ჯანდაცვის მინისტრი შეხვდესო. იმან არა ვარ შეხვდებიო. ეს შეხვდესო გინდა თუ არაო, იმიტომ რომ გჭირდებაო. იმათ თქვენო არაო, ეს წამალი თქვენო არ გიშველითო ჩვენ უკეთესად ვიცით. ამათ თქვენს რომ არაო ვიცითო. დავრჩებითო კანცელარიასთან სანამ ვიღაცა არ მოვა. იმათ დარჩებითო, მაგრამ წვიმაში და ქარში და სიცივეში იქნებით, იმიტომ რომ ჩვენ ეგეთი ხალხი ვართ და ისედაც ზრუნავთ თქვენზეო. გასლაითინგი თუ რა ქვია, ისინი არიან ჩვენზე რანაირად ზრუნავთ, ანუ რას ლაპარაკობთ, მე არ ვიცი, ვინ ზრუნავს ჩემზე და ვინ არა. და მას მე რამდენიმე თვეა ხო მიდის ეს პროცესი? ორი თვე ალბათ. ყოველ ჯერზე არის ამათი გაშავება, ამათი რაღაცა. კი, ეს რატოშებით, იმას რატო აკეთებთ, ამას რატო აკეთებთ და ეხა ძალიან კაი, ანუ ჩაიწერონ ამითი ქულები, რაც კი ოღონდ ბავშვებს წამალი მიცენ და შეუძლიათ ესაკნან რომ რა კაი როს გავაკეთეთ, რომ დროზე ეკნათ, რა საჭირო იყო მტების აი მაგას გეუბნები, ამიტომ არის ხო უყურე დრო ფიქრობდნენ რომ დრო მათი მოკავშირე არის რომ 2 მილიონი შეაგროვეს. ხო, კი, აი უყურე ფიქრობდნენ რომ დრო არის მათი მოკავშირე იმის გამო რომ ბევრნი არ არიან, როგორ არ არის სინამდვილეში ბევრი, მაგრამ ნუ ეს 100 ადამიანი ართულიან რომ ეს ის მასშტაბი არის, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწია, დროთა განმავლობაში ეს ხალხი ისევე გაქრებოდა, როგორც აქამდე არ ჩანდა, გაიგე და რაღაცნაირად უნდა გაეძლოთ ამ ტალღის გადავლისთვის. არ ჩაქრა ეს ტალღა, ხო, პირიქით მოხდა ისევ და ისევ ამბობ საზოგადოების თავისუფალი ნაწილის ძალისხმევით. ეს ნაწილი რო არ ყოფილიყო, ეს ნაწილიც რო ყოფილიყო დათრგუნული და არანაირი განსხვავება არ ყოფილიყო ერთ მედიასა და მეორე შორის, ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მეორე არასამთავრობო ორგანიზაციას, ერთ პარტიასა და მოკლედ ერთგვაროვანი რო ყოფილიყო საზოგადოება და აი ის ლურსმებად და ჩაკუჩებად დაყოფილი, გადააგორებდნენ ისე როგორც ბევრი გადაუგორებიათ. მუშაობდნენ ამ იმაზე, ხო, ნებისყოფის გამოცდაზე, გამოძლეობაზე. მე თავიდანვე ვამბობდი ამას, რომ ეს იყო განწირული წარუმატებლობისთვის თამაში, იმიტომ რომ ამ ადამიანებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. ამათი ცხოვრება ისეთია, ხო გეუბნები შეიძლება უფრო მეტი ინტერესით და მეტი ის მიეცა ამ ბრძოლით კიდე, ხო? აი ამ ებრძვი დაავადებასაც, რომელსაც ესე იმათ ვერ ხედავ და ებრძვი რაღაც წინაღობებს და ეს უფრო გაძლიერებს. მე ვერ შევატყვე რომ ეს ხალხი გატყდა და რაღაც ასე თქვა მათი ეს პროტესტი მიდიოდა დაღმართისკენ. ხო, კიდე რისი თქმით დაიშრეშებ რომ ველოდები განცხადებას რომ ვაძლევთ სამოსო და გამეხარება. გორის ამბავი რო გაიხსენე, მაგაზე მეც ჩემს გულში აღმინიშნავს რომ როგორი საზოგადოება ვართ და როგორი მოწყობა გვაქვს და როგორ ვერ წავიწიეთ წინ. ასე იყო 20 წლის წინაც და ასე არის ახლაც. ესე იგი, რაღაც უბედურება რომ მოხდება, როცა სისტემა შეეშლება და ეს გამოაშკარავდება, თავისთავად ეს გამოაშკარავების ფაქტი არ არის საკმარისი იმისთვის რომ სიმართლე დადგინდეს, დამნაშავე დაისაჯოს, დაჩაგრული გაამხნეონ, რაღაც რეაბილიტაცია მოახდინონ იმისთვის. აი მაგალითი 20 წლის წინ. აი ის არ იყო არ აღმოჩნდა საკმარისი ეს გირგვლიანის ეს მკვლელობის ამბავი არ აღმოჩნდა საკმარისი რომ დამნაშავე დასჯილიყო. ესე იგი საჭირო იყო ირინა ენუქიძის არსებობა. იმ ქალს რომ ისი არ ებრძოლა, ხო? ეს ამბავი გადაგორდებოდა და საერთოდ არც შევიდოდა, არც ახლო ისტორია საერთოდ არ მოხდებოდა ამ იმაში, ხო? ახლაც აი ის ქალბატონი სკუპატაძე, ის რომლის შვილი ახალგაზრდა მასწავლებელი მოკლეს, ხო? მასაც აი ხო გამოჩნდა იქ მოწმეებიც იყო რაღაც კამერის ჩანაწერები რაღაც თავიდან როგორ დაიწყო საქმე ხო რაღაც სხვანაირად მაგრამ იბძოლა და ატეხა ერთი ამბავი და რაღაც არანორმალური ძალისხმევა გასწია ახლაც ხო აი კი ვიღაცისთვის არ იყო ეს ახლა ვიღაც პროფესიონალმა ექიმმა იცოდა რა დღეში არიან ეს ბავშვები მათი მშობლები და რო სადღაც უკეთესი წამლები მზადდება და რამე ხო აი გაირკვა ეს ამბავი ჩაატარეს ბრიფინგი გამოვიდნენ რომ აი გვაქვს კავშირი იქ და შეიძლება ამის ხო
გაკეთება, ხო? აი იმის მაგივრად რომ აი თურმე ეს იქ წამალი არსებობს დამზადა და ყველაფერი თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება, აბა რისთვის არის სახელმწიფო და რაღაც არა, სანამ ორი თვე ქუჩაში, წვიმაში, კარში, თან როგორი ის იყო არა ადამიანი რომ მოპყრობა, ხო გააჩნია რა მიზეზით არიანი ქუჩაში და რატომ აქვს პროტესტი. ბიჭო, ეს კანონში რაღაცა წერია, ხო? ეს კანონის ინტერპრეტაცია მრავალნაირად შეიძლება. იქ კანონში ხო არ წერია რომ რაღაც ისეთი ისა პუფი არ შეიტანო, ხო რაღაც კონსტრუქცია არ შეიძლება იყო. ხო შეიძლება რაღაც შეღავათები გაუწიო. აი სულ ფიქრობდი, აი ხო შეიძლება იმ დონეზე გამწარდნენ, რომ იმ ბავშვებთან ერთად მოვიდნენ და დადგნენ და ქუჩაში. არც იმათ მიცემ გადასაფარებელს რაღაც მოსაფარებელს, ან არ ეტყვი რომ მოდი აქ ფოიეში და შეუშვეს ბავშვები. ხო აი როგორ შეიძლება ხო აი რა ვიცი ესეთი უკუღმართად მოწყობილი ისა გვაქვს რაღაცნაირად არ ვიცი და მაგას დაემატა მე წინაზე ზიზღის გამოხატვა დამავწყდა და აღშფოთების და გულისრევის ექიმები რომლებმაც ერთი და იგივე კოპი-პეისტიანი ტექსტი ექიმი რო ხო ცივად აი ესე დაიწყეს დაწერა რომ ეს მაინც როდესაც გაცილებით უფრო სანდო ექიმები ამბობდნენ რომ არ იცი რაზე წერა ანუ უბრალოდ გითხარეს რაღაცა და აკეთებ და რისთვის ვინ პაციენტი უნდა მივიდეს მე მაგასთან თავისიანი ვიღაცა ანუ ხო არის რაღაცეები რომ არ ვიცი ფულის გამო ხარ წამსვლელი იმიტომ რომ რაღაცა გითხრეს ან ეგეთი ხო არავინ არაფერს არ დაემუქრა და არაფერს არ წააგებდნენ ცხოვრებაში ის რამდენიმე ადამიანი ერთი და იგივე ზევიდან მოწოდებული ტექსტი რო არ გაეზიარებინათ აი მე არ ვიცი და თან იცი რა არის ეს და ეხა მიცემენ იმას წამლებს და ესენი ისხდებიან ესე დაჯმული თავზე რომ რის გულისთვის ქნეს რომ ბოლოს ბავშვებს წამალი შერჩათ და ამათ შერჩათ ის რომ რა ხო არ ვიცი იცი რა არის როდესაც ესე იგი დიდხანს ხარ ხელისუფლებაში და თან პროპაგანდის ძალისხმევით და ამ პროპაგანდის ძალისხმევით გჯერა აი თვითონ აქვს დარწმუნებული ვარ ესეთი წარმოდგენა იმდენად ჯერათ პროპაგანდის ის ფილმი რო არის ის უილ სმითი და ის Men in Black ის რო აანთებდა რომ მეხსიერება რომ გიფორმატირდება ხო ასე გონიათ ახლა რომ ამოქოქავს ახლა ეს პროპაგანდისტული მედია რომ აი ესეთი ჰუმანური მთავრობა ყავს და ესეთი და აი ეს და ყველაფერს აკეთებს და ეს და ვიღაცა შეცდომაში შეყავდა და რაღაცა გადაივლიან და ყველა იმას დაიწერენ ასეთ ქულასაც და ყველაფერს მიისაკუთრებენ თუმცა აქამდე რა პრობლემებს უქმნიდათ რომ ნახე ერთ-ერთი ინციდენტი იყო რომელსაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რაც მე ვიდეოში ვნახე, ანუ სავარაუდოდ უნდა თქვა ამ დროს ხელმოწერებს რო აგროვებდნენ, ხელმოწერებს რო აგროვებდნენ, ფიზიკურად შეეხო და მე მისი მეუღლე საშინელი სიტყვებით ლანძღავდა შვილის ტოლა გოგოს სტუდენტს. კითხვა იყო მაგაზე, რომ ამ დროს სხვა რაღაცებზე პასუხები არის, რომ 12 წელიწადი ყავით 9 წლის წინ რას აკეთებდი. ამაზე მოდი ხელი მოაწერე. მოდი აი არაფერი ის არ აქვს, სალაპარაკოს ვერ გაძლევენ. გარდა იმისა, რომ ვიღაცები ამას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ კაი იყენებენ, მაგრამ ნუ თვითონ ამ საკითხს რამეს მივცეთ ბავშვებს წამლები თუ არა და არ გამოდის რომ ხო მე აქ თან იმ მოცემულობით ლაპარაკობ ამას რომ გონია რომ ეხა რაღაც წუთი-წუთზე გამოვლენ და მიცემენ წამლებს. ხო და ძალიან ყოველ შემთხვევაში პროცესი დაიწყება ახლა რამდენადაც მე ვიცი ახლა რაღაცებს ამიკითხავს იქ რამოდენიმე ტიპის წამალი არსებობს და ეს რაღაც სტადიაში დაავადების სტადიაში სხვადასხვა მოკლედ სტრატეგიები არის ასარჩევი კურნალობის იმ ბავშვებსაც ხო არ აძლევდნენ წამალს რა ქვია ყველაფერი სინდრომი ვერ დავიმახსოვრე სიმაღლეში რომ და გაიზარდნენ წამალს გამო ხო რთული სიტყვა არის რომლებიც მიცეს წამალი და ის სანტიმეტრები მოიმატეს უკვე რამდენი ერთ წელი გავიდა თუ რამდენი ხანი აღარ ვიცი დრო ის არ მაქვს თან იცი რა რომ წამალი პანაცია არ არის ვიცით რომ პანაცია არ არის იქნება ცოტა მაინც შეუმსუბუქდეს ხო ანუ ხო ღირს მაგათ კი ბავშვებზე არის ლაპარაკი არა თან ახლა მართლა ის სახელმწიფო ის ხო არ არის მართლა ლევიათანი რომ სულ კლაპოს და რაღაცები რაღაცაში ხო უნდა დაგიდგეს და რა ვიცი აი ხო გეუბნები რაღაც ამბობდნენ რომ არ განიკურნება ვიცით რომ არ განიკურნება ცოტა იქნება შეეხიდო ანუ არ არის იმაზე ლაპარაკი რომ არ ვიცით რა შედეგებს გამოიღებს რო არ მიცემ წამალს ხო ვიცით რა შედეგებს გადაიღებს ანუ იმაზე ხო არ არის
25 წლის ასაკში და რამხრივი როგორ არა აქვს და თან დიდი და თან ანუ ალტერნატივა რა არის მაგის რომ წამალს თუ არ მიცემ არის მე როგორც შობელი ამბობს რომ მზადა ვარ რისკზე წავიდე რომ თუ ეს წამა რაღაც ცუდად იმოქმედებს რა ვიცი იმედი მაინც მექნება რომ რაღაცა შეიძლება უყოს თან ეხლა დღევანდელი მედიცინა ისე არის რომ 5 წელს აქვს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა და 2 წელს იმიტომ რომ არის დაავადებები რომ 20 წლის წინ განწირული იყავი და ეხლა პატარა ოპერაციას გიკეთებენ და აღარ ახარებ კი აი მაგას ნახტომები მიდის ისეთი რომ აი დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხო, ну მოკლედ და თან ის ამბავით რომ ბრძოლაში ხარ და თან მარტო არა ხარ და რაღაც ისა მოწინავე ამ მეცნიერების იმას მიყვები ხო და უყურები მათ რას იზამენ როგორ იზამენ ეს რაღაცნაირად ბრძოლასაც გიადვილებს და შეიძლება ამის გამო ის იმუნიტეტიც გაუძლიერდეს და მეტი ის კონდეს წინააღმდეგობის უნარი. ახლა სად ხელებს ჩამოყრილი და უიმედოდ ყოფნა და სად კიდე ბრძოლაში ყოფნა და ეს ბრძოლაში ყოფნის ამბავია ესა ზეს მოვარიდოთ. თორე ჩამოიღვენთება და შენ დავდოთ ახლოს რატომ იდებ თავს ვიკავებ ხო შენ ის ახსენე ეს ბათუმის ამბავი ხო ანუ როგორ ყავს პროპაგანდას მოწამლული ადამიანები რომ აი ესე გამოენთო და ფიზიკურად ისაქნა გადაწყვიტა რომ ფიზიკურად შეეძლო გასწორებო და აი ამ თემაზე დაწყებული კამათით ის ყურები ახსენიდა რომ მე თქვენობით არ მომართავ თუ რაღაცა რომელიც იცი რა არის ლექტორი ვარო და მეც ვარ ლექტორი და ვიღაცა თუ შენობით მომართავს ჯერ ერთი თუ რაც უზდელურად მომართავს თავისი პრობლემაა იცი რა არის აი ეს ვიცი აი ეს უხეშად რო თქვათ ეს ცივილიზებულობის და ველურობის ზღვარი გადის სწორედ აი მან ფიზიკურად რო ადამიანს ეხები და მე რო დავწერ შენი ქმარი რა სიტყვები ეწერა იქ ეხა გადავიდეთ მეორე იმაზე მაგრამ იმას არ შეეხება რომ ხო რომ დედას შეაგინებ ვიღაცას და ეს იმაზე გაგიჟებული გოგო ფსიქოანალიზი არის აი შენ რო ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებ ხო რანაირად აყენებ ამ შეურაცხყოფას დიწილად შენზე შეიძლება მეტყველებდეს და აქ ჩანდა რომ ეს კაცი რა ვიცი აბა მე მოვიდა ხელი მომიწერე ბავშვებს დავეხმარა და შენ გაგიჟებული ხარ პენიზე თუ რა არავისთან არ დაიტოვება ისი მე რატო როდის მოვიდა რამეზე გაგიჟე მაგაზე არ ყოფილა ლაპარაკი და შენ რატო გაგახსენდა საერთოდ ხო ისა ხო არ ვიცი ახლა ამაზე უნდა კონდეს თუ არა რეაგირება არ არის ეს ჩვენი ინიციატივა რომ ეს იმას ესე დაარქვეს სკრინვის განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროში რომელიც შეიქმნა და ეს მე მომწონს ეს ხელმძღვანელის ეს ქალბატონი კიმბარაშვილის ის არის უწყება არის 10 კაცი არის და ამონიტორინგებენ ინტენსიურად არ ვიცი რა ტექნიკური საშუალებები აქვს და ალგორითმები კი გითხარი ზუკა ხალხი გაშვებული ძალიან ბევრი აი სადაც მეგუშვებდა hate speech-ზე ახლა ვიცი რომ არასწორად არქმევენ hate speech იმაზე ეს რაზეც ახლა ამონიტორინგებენ ის არ არის მაგრამ რაღაც მსგავს ამბავზე ყავს ვიღაც გაშვებული იმიდან მე როგორც ხვდები და არ ის არ მიქნათ, მაგრამ დაახლოებით გონია რომ ძალიან აცდენილი არა, არ განსხვავება სიზულვილის ენასა და უბრალო შეურაცხყოფას შორის. არის ის რომ ადამიანი გძულს იმის გამო, რასაც წარმოადგენს და არა პირად, თქვა. შენ თუ მე პირადად მაგინებ, ეს სიზულვილის ენა არა, შეიძლება გძულდე, მაგრამ შენ თუ მეუბნებ რა ყველა მელოტი გასაწყვეტია და შენ როგორც მელოტი როგორც მელოტების ადგილი აქ არ არის. ხო როგორც ეს ძალიან დაჩაგრული ჯგუფი არა ვართ, მაგრამ ეგ შეიძლება რომ სიზულვილის ენად გარდაისახოს. ხო, აქ უყურებ მთელი უბედურება ის არის და ეს მიხეილ ზაქარიაშვილი იურისტი, რომელიც ცდილობს რომ ეს ისა ხო იმათ იღებენ, ესე იგი ერთი პერიოდი მაინც ქაოტურად და ძალიან ინტენსიურად იღებდნენ ახალ კანონებს და შესწორება შექონდათ და ცდილობდა გაეჭედა სისტემა ამ იმეებში. თავისვე დაგებულ ხაფანგებში და რაღაც იმეებს უგზავნი და წერილებს და მისი ინიციატივაც იყო მიმართა ეს ოფიციალური წერილით რომ გამოიხმო. იცი რა არის? ზუსტი მეთოდოლოგია, განმარტებები, განსაზღვრებები რა არის, რა არ არის, რა სიტყვები არის, რა კონსტრუქციები არის ეს ექცევა ამ კანონის მოქმედების ქვეშ, ხო? რა სიტყვები არის, ხო რაღაც უნდა მე მქონდეს ხადი წარმოდგენა, რომ კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ძალიან ბრაზიანი, ემოციური, მაგრამ კანონმორჩილი და ვცდილობ რომ ვიცოდე ისა რაღაც კანონის მოთხოვნა, რომ კანონი არ დავარღვიო. ხო, სიცხადი არის საჭირო, არანაირი სიცხადი არ არსებობს. იცი არგუმენტი რა აქვს, იცი?
ჩვენ შევადგენთ აქ დაგაჯარიმებთ და სასამართლომ გადაწყვიტოს და ასე არ უნდა ხდებოდეს. მანამდეც ეგრე იჭერდეთ ტიპა Facebook-ში. ხო, მე კი. მეგრულად აღარ მახსოვს როგორ, ტვინგა და ტვინგალი შეიძლება. ხო, რაღაც ეგეთი. მაშინ ვისწავლე ეს და მეორე იყო და ბატიკალი, რომელიც გამოც დაიჭერა. სულელი რო უწოდო ვიღაცას შეიძლება დამიჭირონ სალახანა სინდის ნამუს გარეცხილი. არა, კანონი მაშინ არის. არა, ხო. არა. არა, აზრი აქვს, მაგას ვერ მაინც საკეთებენ, იმას რაც. აი, სუსხავი ეფექტი, რასაც ქვია, ეგ რომ ერთი კვირაა ყველა ამაზე ლაპარაკობს და დარწმუნებული ვარ, რომ იმის გამო რომ სუსხავი ეფექტი ჯიმი ვერ დავინახე, ანუ ყველამ დედის გინება. ხო. სუსხავი პირიქით რომ გინება უნდა. ჩვენ ხო არ ვიცი. ბოლოს შევწუხდი, შევედი და მეთქი იქნება ამდენს, ნუ იგენებით ბავშვები არიან. ხო, უყურე ეგ არის, ვიღაცამ შეიძლება თავი შეიკავა, მაგრამ ვიღაცა გააქტიურდა. ანუ ხო, ეს ანუ მანდ იცი რა არის, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ კაი იყოს სუსხავი ეფექტი, თუ ნაკლებს შევიგინებით საჯარო სივრცეში იქნება ყოველთვის კარგი იყოს, რომელიც რაღაც დონეზე ვეთანხმები მეც ამასაც, მაგრამ ყოველ ჯერზე ამ კანონის პრობლემა არის ის, რომ კანონი არ არის, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონი არის ყველასთვის. ცალსახა არის და ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის ერთი მხრის მიერ მიღებული კანონი, რომ მეორე დაჩაგროს, ისე რომ თავად ამ კანონის გამო არავინ გაასამართლებს. ეგ არის მთავარი პრობლემა თორე. ნახევარი ოცნებას როგზე უნდა გაუშვა, რომელიც იმას შეგვიძლია, რომ ეუბნებით არ დაიჭირე მაშინ თუ სხვებს იჭერ 5 დღე ჩასვი ოცნების ხო, ვინც ისაქნა, ხო? ამიტომ არის პრობლემა თორე თუ ვიღაცა დაჯდებოდა და აი რო ამბობენ, რომ აი რა არის ცუდი იმაში, რომ საჯარო იმაში ესეთი გინება არ შეიძლებაოდეს. ხო, შეიძლება ესე ვერ თქვა, რომ ანუ რა არის, ხო, მართლაც და არავის არაფერი არ დაუშავდება, თუ საშინელ გინებას არ წაიკითხავს Facebook-ზე. კი ბატონო, მაგრამ ხო, ვიცით რომ ჯერ ერთი მაგის გამო არ არის, მეორე, მაინც საშინელ გინებებსაც არ შეეხება, შეიძლება ვიღაცას უთხრა რომ მონარო დაუძახო ვიღაცას ან გაყიდული რუსეთზე შეურაცხყოფა ნამდვილად, მაგრამ ამის გამო უნდა იჭერდე, კორუმპირებული რო დაუძახო, ან რა სინდის ნამუს გარეცხილი. კიდევ ერთხელ სალახანა მინდა რომ მოვაბრუნო სიტყვა და არ ვიცი, შეიძლება თუ არა. ეს ზუსტად გამოსახულია. ჯონბულის ნასხლეტი რო დაუძახო ვიღაცას შეიძლება? ჯონბულის ნასხლეტი ვიღაცაებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ის იყო. საშინელი გინება. გახსოვს საიდან არის? იმაშია. ჟიულ ვერნიდან არის. აჰა. რა ქვია უკაცრიელ კუნძულს? საიდუმლო კუნძული. საიდუმლო კუნძული უკაცრიელ. იქ რომ მოხდებიან ისინი ერთ-ერთი ამბობს, რომ ვიღაცაზე რო ეგ ჯონბულის ნასხლეტებია, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი გინება იყო, რაც მან იცოდა და დამამახსოვრდა. დანარჩენი ბევრი არ მახსოვს იქიდან არაფერი, გარდა იმისა, რომ სპოილერი ბოლოში ვულკანი იფრქვევა და ის ჩნდება ნაუტილოსი. ეგ ხო, აი ისიც ხო არის, სვანებს გინება არა გაქვთ და როგორ არა ანეკდოტი არის, როგორ არა გვაქვსო და არა გაქვთ და გვაქვსო და აბა თქვიო და იბიომათ. ეგეთი ის არის, ხო. იცი რა არის, მე ის მაინტერესებს პირველი ვინ იქნება, ხო, მაინც რაღაც ესეთი ისტორიული ამბავი იქნება ეს კანონის მიღებიდან რაღაც ის პირველი ვის მიადგება. ხო, ეგ შენი თქმის არ იყოს, ნიკო, ეს გასაგები არის, რომ გულწრფელები რო იყვნენ და გულწრფელას რო ცდილობდნენ ამ საზოგადოებაში ამ განხეთქილების აღმოფხვრას და რაღაც იმას თემებზე და ღირებულებებზე შეჯერებას და რა გვაქვს ქართველებო ერთმანეთთან საბრძოლი და გასაყოფი, მაგრამ ნუ სტრატეგიის დონეზეც და ტაქტიკის დონეზეც, ხო, გაცხადებულად აქვთ, რომ ეს უნდა იყოს საზოგადოება გახლეჩილი. მაგისტვის არის თუ ამის გარეშე არ შეუძლია რაღაც მომენტში რომ შექმნა სახელმწიფო ორგანო რომელიც აკონტროლებს საჯარო პოსტები ვის რაუდებს სულ არ იქნება ცუდი იმიტომ რომ სხვა ამერიკაში არის ხოლმე ეგრე და ევროპულ ქვეყნებში რომ ვიღაცა რომ შეიჭრება და ხალხს რო დახოცავს მე ეკითხებია რომ ის ტიპი რომ წერდა იქ ტვიტერზე რომ ეს ხალხი მძულსო შერასაკეთებდი ანუ რატო თავის დროზე არ აღკვეთე სწორედაც რომ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულებები ჩვენთანაც არის და სხვა ჩვენს ბევრი დაიჭერეს ნაცისტებიდან მაგრამ ნუ ყველა ხო არ დაუჭერიათ ანუ არის ხალხი ვინც რაღაც წერს რომ ესენი გასაწყვეტები არიან და რაღაც მომენტში ვიღაც უნდა მიაქციოს ყურადღება რომ ეს ხო არ იმაშვება სერიოზულად ხო არ ამბობს ამას ზუსტად ისევე როგორც აეროპორტში რო იხუმრო რომ ბომბი მაქვს დაგიჭერენ და ყველამ ვიცით რომ ღირსი იქნები იმიტომ რომ საათი ვაკეთები რომ ჩამოხსნესა ანუ ის არის ყველას გვესმის რომ ჯერ ერთი სასაცილო არ არის და მეორეს ერთი იმისი თანამშრომელი ვერ დაიწყებს გარკვევას შენს ხუმრობ თუ არა როგორც კი მაგას იხუმრებ წაგიყვანენ და აღარ გაფრინდები იქ სადაც მანამდე მიფრინავდი რაც არ არის ადამიანის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არის მაგრამ ნუ თანხდებით რომ ოკეი ანუ მან მაგაზე არ ხუმრობ ასევე შეიძლება არ შეიძლებაოდეს ხუმრობა რომ ვიღაცები გასაწყვეტები და ასალაგმები და ასე შემდეგ არიან მაგრამ ყოველჯერ რომ ვიღაცას ქროლვის დროს უნდა გადაწყვეტოს რომ მე ვიღაცაზე
დეგენერატივ თქვი. კეთილების შეგინება შეიძლება, კარგების არა და დედის კითხვა როგორ ლაგდება ეგ ყველაფერი. და ან ეს თმენის ვალდებულება, რომელიც ამ საჯარო მოხელეებს და პოლიტიკოსებს აქვს, რაში მდგომარეობს. სულ მახსენდება ახლა უკვე წლების გამ რამე წლები არის ის საკონსტიტუციო სამართლოს მოსამართლე არის ის მანანა კობახიძე და მისი ესეთი ფრაზა იქნებ დედა შეაგინა. ესე ფიზიკურად გაუსწორდეს, სახე დაუსისხლიანეს და ამაზე კომენტარი რომ იქნებ დედა შეაგინა. რომელიც თმენის ვალდებულებაზე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, წინაზე ვთქვი, მაგრამ კაშკალაძე დადის და ყოველ კვირას ამბობს რომ რაღაცეები რაც აი იმენა მერის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, მაგის პასუხისმგებლობა არ არის. რომ მე ხო არ მივალ რუსთაველის გადათხრას ხო არ დავიწყებ, ჩემი თუ არ გაკეთდა ეს ტენდერი და რა გავაკეთო. მისმის რო არის ხოლმე პრობლემები ხანდახან და რაღაც პირობებია და ისა, მაგრამ ყველაფრის ესე თავიდან არიდება რომ ეხლა ის მშენებელმა ცუდად გააკეთა, მე რა შუაში ვარ მეტრო ვის მოვკითხოთ ეხლა ვირბინო რომ ვის რა მიცეს ტენდერი, რომელზეც კობახიძე გუშინ ამბობდა რომ დეპუტატს თუ აქვს კომპანია და იმან ტენდერი მიიღო, ესო რატო არის კორუფცია? კობახიძე რომლის ძალაუფლების ქვეშაც დაიჭირეს ყველა მაღალჩინოსანი, ვინც მანამდე ქართულ ოცნებაში იყო, სულ ყველა პრემიერიან იმიან ამიანად, რომლებიც კორუფციაში იყვნენ მხილებულები და რა გასაკვირია რომ გაგვიჩნდეს შეკითხვა, რომ ხო გონივრულია, რომ პარლამენტარის კომპანიამ თუ ტენდერი მოიგო, არ აქვს მნიშვნელობა ვის უჭერ მხარს, უნდა გაგიჩნდეს შეკითხვა, რომ ვინძლო აქ რამე ცუცხვ არ აქვს, რამე ფარსაგი ხო არ ხდება, ფარსაგის თქმა შეიძლება? კი, მე გაძლევ. და თან სულ რომ ესე იგი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების კომპანიები არიან. ხო შეიძლება რომ ჭადრაკულად მაინც იყოს. არა. ხო, ნიკო, კიდე მე რა არ მომეწონა, იცი? აი ეს ბოლო ერთი კვირა რაც ეს კანონი ამოქმედდა, ხო? ხდება ეს რომ ერთმანეთს უსქრინავენ და და მიაქციეთ ყურადღება და დაგავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ახლა ამას რომ გადაუბრენ და ხუმრობით აკეთებდნენ, ვიღაცა შეიძლება აკეთებს ამას ხუმრობით, მაგრამ ვიღაცას მთელი სერიოზულობით აკეთებს და თან როგორ აი ეს ბანალურ რაღაც ლანძღვაზე მოდი ასე ვთქვათ, ხო? რასაც სადაც ახლა კი არ არის ასე. ახლა ჩვენ რომ ვიღაცა გვიწერს იქ Facebook-ზე ან კომენტარებში, ახლა რომ ამას მთელი სერიოზულობით რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხედე ამან მე რაღაც ესე გუშინში შევედი Facebook-ზე იმაში. რაღაც უცნაური რო არ გაჩვენებს ფოტოებს და ფოტოებს კი არა მიმოწერას და მე სპამი რო არის და იქ გადავედი ერთ 7 ის დამხლა თქვენი ნაციონალიტეტებს მე და შენ გვეხებოდა ეგ არ ვიცი ვინ წერდა რატო ან საერთოდ რა ხდებოდა და 1-2 ასევე თხოვნა იყო რომ რაღაც გადაცემაში თუ რა არ მოხვალო ისინი არ იგინებოდნენ და ბოდიში რო არ უპასუხე იქ სპამშივე იყო თავიდანვე წარსული მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რო ხე დავსქრინო და ვიღაცას გაუგზავნო რა ადამიანი ვიქნები მაგის ქვენა ანუ თუ ეწერო დამემუქრება ვიღაცა და ვფიქრდები მე რომ რა ვიცი ახლა უყურე როგორი რაღაცა არის თუ ვიღაცა აი რაღაც იქ როგორც იციან ხოლმე კაკო მზიკა რაღაც ეგეთი არის და საერთოდ მზიკა არავის არა ხო სიტყვას რაღაც ეგეთი გიო და რაღაც რა აი მოგონილი რაღაცა როა რომ თვითონაც არა აქვს არც სახე არც ცხოვრება არც პირადი არაფერი იმას საერთოდ არც მივაქცევ ყურადღება თუ ნაცნობია და რაღაცნაირად ან შეურაცხყოფას მაგინებს ხო ესე იგი მართლა იმოქმედა შეიძლება დავფიქრდები რამე არასწორი ხო არ გავაკეთე იქნებ ვერაუხსენი იქნებ აღა შევალ ამ იმაში კომუნიკაციაში შეიძლება გავბრაზდე გამაბრაზ მაგრამ ორი ადამიანის ურთიერთობა და რა სასაცილო ხუმრობა მოვიფიქრე უნდა გაეგრძელები რომ დავფიქრდები იქნება მეუწდები ამ ყველაფერში რითი გამოვიწვია ვისი განრისხება და მხოლოდ მე ვაგინებს ახასუხოთ ხო არა ეს არის რა იცი რა არის შეუძლებელია ყველგან შემოიყვანო რაღაც სახელმწიფო ინსტიტუცია ამ ურთიერთობების გასარკვევად. დასმენების წახალისება, პრინციპში არ ვიცი ხა მე წახალისეს არ დაუწერია არავის უსქრინები გამოგვიგზავნეთ, ამიტომ მაგას ვერ შევტენი. თავისი ცოდვაც ბევრი აქვს, მაგრამ ნების რაღაც მომენტში დაწერო სკრინებს ნუ გვიგზავნით არის 10 კაცი და სკროლავენ და რაღაცებს თავისით დასკრინავენ. და არ ეშლებათ ვის არ ეშლებათ, ხო, იმიტომ რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც წაახალისებს მეზობლის დასმენას, სულ რომ ბევრი მინახავს აი ტერორიზმთან ბრძოლა იყო, რომელიც თუ რამეში ამართლებს ეგ არის და მე ვიღაც უდანაშაულო მეზობლები და ვიღაცები არ არის კარგი. მაგის არსებენ ორგანოები, რომლებიც მიხედავენ ამ საქმეს. კომპეტენტური. ხო, ანუ მე ეგრე დავიწყალ ლაპარაკი, მე მივხვდი რომ არის კომპეტენტური ორგანოები არიან, რომ, იმიტომ რომ ნიკო, რა არის იცი?
გახსოვთ, აი პატრული რო შემოიღეს და საინფორმაციო კამპანია რო იყო თვითონ პატრული რო აქტიურობდა მოსახლეობას ეხმარებოდა სულ ჩანდრენ და რაღაცა და თან მიდიოდა ესეთ ის რომ პატრული არ არის შენი მტერი, პატრული შეგიძლია, როდესაც კანონდარღვევა ხდება და რაღაცა დარეკო გამოიძახო. აი მაგალითად რო ხედა უბანში ვიღაცას კლავს არ დაელოდო როდის მოკლავს რა დაურეკო მოვიდეს პატრული და ეს და იყო ამის საწინააღმდეგო მთელი კამპანია რომ ეს არისო როგორ პოლიციაში დაურეკო იქ რო უბანში ჭუბია და რაღაცა და ეს ქართველობის წართმევა არის და რომელიც ძალიან განსხვავდება დასმენისგან იმიტომ რომ აბა არ დარეკე პოლიციაში და იქ პატარა ბიჭი მოკლეს ვისი ბრალია შენი ბრალიც ხო არა ხო და უყურე იყო ამ მთელი სერიოზულობით დაჭრეს მთელი სერიოზულობით იყო წინააღმდეგობა რომ ეს ქართველობას გვართმევენ და ახალი ადამიანის გამოყვანა უნდათ და ახალი ადამიანის გამოყვანის რომ მეშინოდნენ, აი გამოიყვანეს ახალი ადამიანი, ნებისმიერ ამბავზე ვიღაცა შეუძლია დასკრინოს და აი წამოგაცდებინოს რაღაცა რომ მე იქ აი მოდით მიხე. ახალი ამბავი არ არის, როგორც ზუკამ თქვა, ტიპმა თავისი ყოფილი მეგობარი დააჭერნა, ბატიქალი რატომ იწოდა და ტვინგეო თუ ტვინგალიო არ უკაცრავად ვისწავლი ამ იმას. მეგრულს. ხო და მეორე სიტყვა რაღაც სიტყვა იყო, რომელიც კიდევ ერთხელ არ იყო რაღაც ეს როგორ უხამსი არ იყო არც ერთი ვერ ამთავრებ ხოლმე. კი ბატონო, ხო და ის არის ახლა აბსოლუტური უფლება არ არის გამოხატვის ეს თავისუფლება და რაღაცა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის და თან ყველაზე ცუდი ამბავი ის არის, რომ ყველა ხვდება, რომ რაღაც ეტაპზე ამ ეს აგრესიის ახლა მათ წინააღმდეგაა შეიძლება მიმართული და გრძნობენ თანკვლევებს ატარებენ საზოგადოება უკმაყოფილებას რო გამოხატავს, ნუ ახლა რა შეჭirdებათ. როცა დრო იყო, როცა სჭირდებოდა და ორგანიზებული იყო საზოგადოების აქტიური წევრების გინება, ლანძღვა, მისვლა ფიზიკურად გადაჭრელება მათი კარმი დამოსი და ფიზიკური ხელყოფაც, ხო? ამას აკეთებდნენ ორგანიზებულად და ახლა როგორ ხო ურეკავდნენ და ლანძღავდნენ. ახლა როგორ რას აგავს იცი უხეშად რო ვთქვა, ნიკო, აი მაგალითად ბურთი რო წაგართვა მე შენ და მე თამაში ისეთი წესები შევიტანო, რომ ნიკოს ეკრძალება რომ ჯიმის ბურთი წაართვას. მანამდე როდესაც ბურთი შენ ქონდა, ხო? მთელი იმით ჩემი არსებობით და განცდით ვცდილობდი ბურთის წართმევას, მაგრამ რადგანაც წაგართვი, ახლა ესე მაწყობს, ხო? თორე ჩვენ გვყავს ხო გეუბნები ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ძირითადად ამით არიან ცნობილი. როგორ მაგრად იგინებიან და დარწმუნებული ვარ, როდესაც პრეზიდენტს არჩევდა ბატონი ბიძინა და რო ამბობდა, რომ ქართველი ვაჟკაცის იერი და ესა აქ და ისა აქ ქართველი ვაჟკაცის მისი სკილები გინებთან დაკავშირებულიც მოიაზრებოდა ამ ამბავში. ნამდვილად. ეხა არის ორნაირი DJ-ის ორნაირი საქმე ხოლმე ხელოვნება, რომ ერთი ტრეკი მეორეში გადაიყვანოს ისე რომ ვერც მიხვდე, ანუ როდის დაიწყო და დამთავრდა მეორე, რომელიცაც ოსტატით შენახარ. და ხანდახან ნაჯახით გადაყავს ერთი მეორეზე, იმიტომ რომ ამოწურა მთელი თავისთავი. მე მინდა რომ რაღაც საიმედოზე ვილაპარაკო და ერთ-ერთი რაც ეს ფეხბურთით ყოლად არ მიხსენებია ნიკო. ბურთის წარქმევის ამბავი. იქავართ გადმოყავდა, ანუ შენი ხარ. 2 წუთის წინ შემოიყვანე ბასი ახალი ტრეკისა, რომელიც მე ის უნდა ქნას. მოთხრობებშიც არის ხოლმე ეს წრეზე რო ატარებ რაღაცას ახსენებს თავიდან წერალი და ფიქრობ რაში იყო ის საჭირო და ბოლოს ყვარას არა მაგიტო ყვარელია ხვიჩა ყვარა ხო ნუ არ ვიცი კარგი ფეხბურთელი ხო რამდენი ფეხბურთელი ყოლია საქართველოს ახლა ბევრი წავიკითხე რასაც უყურეთ ჩვენს და ნუ აი ეს არ არის მხოლოდ ემოციური დამოკიდებულება და იცი რა არის სულ თავიდან რო გამოჩნდა და ნაკრებთან ერთად ქონდა ეს წარმატებები და ის ნაპოლიშიც რო ქონდა წარმატებები, მაშინ უფრო ემოციურად აღვიქვავით და მაშინ უფრო სუბიექტურები ვიყავით, მაგრამ ახლა ამან ხო გადაიარა რა, ტიპი აჩვენებს სულ მაღალ დონეს თამაშისას და რაღაცნაირად ეჩვევი და ისი არ ადარებ რა, არაფერი რო არის შესაძლებელი და რაღაცას რო ადარებ. ახლა ადარებ თავისნაირ უფრო მაგარ ტიპებს და ვის წინააღმდეგაც თამაშობს და ვის გვერდითაც თამაშობს და შეგვიძლია ვთქვათ, აი ქართულ ფეხბურთში ვინც კი ყოფილა და მართლა ყოფილა უმბერაზები, გენიოსები, ნუ აი ყველაზე მაგარი. ახლა პროვოკაციულად კითხავ და ერთი თავი მახსოვს, მე არაერთხელ ხო, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მეორე ზედიზედ, ბარემ თქვათ ეგეც და თუ არ იცოდი და ჩვენ განიგებთ, ანუ ყოჩა მაიკი დაგვიწერეთ და რაღაცა. თან იქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ის მოკლედ ის მოწინააღმდეგე ის არსენალი ისეთ ფეხბურთს ეთამაშებოდა, რომ ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა თიმ გათანაბრებად. ხო, თამაშდა აი რომარა ის პენალტი, რომელიც კვარაცხელიამ გამოიმუშავა.
გურამ ფანჯიკიძეს აქვს თავის წიგნში, არ მოსწონს რომელშან ფორცა იტალია შემარის რამდენიმე წიგნის ის არის ნაკრები, რომელიც ბევრი წლის წინ ამას წაკითხული. თუ არ ვწდები პელეს და სხვადასხვა ტიპების, შეიძლება ვთქვათ პელე და ბეკენბაუერი და პელე და ეუსებიო და კიდე პუშკაში შეიძლება. თუ პელე იყო თუ მარადონა არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ ისა მიშა მესხი თუ ხვიჩა და რატო? შენ დიდი კაცი, უფროსი ასაკის კაცი ხარ და მიშა მესხის თამაში მოესწრებოდი. არა ვარ მოსწრებული. არა ვარ. მე ფეხბურთი მახსოვს, აი 78 წლიდან და მე მესხის თამაშის არა ვარ. ყიფიანი? ყიფიანი როგორ არა კაცო. ნუ აქამდე ხო ითვლებოდა რომ იმის გათვალისწინებით რა თქმა ჰიპ-ჰოპზე ხო იმას ვაკეთებ ხოლმე რომ ვიდეოებს და როცა ამბობ რომ ყველა დროის ყველაზე მაგარი ვინ არის, რაც მომენტში ბიგი უნდა თქვა ნოტარიუს ბიაჯი, იმიტომ რომ იმ დროის არის და შემურით თან რაც უფრო ადრე გააკეთა ადამიანმა ის რაც გააკეთა, მით უფრო ეთვლება პლუსებში, იმიტომ რომ ის გიგანტია, რომლის მხრებზეც სხვები დგანან. აქამდე მე ეგრე ვიცოდი რომ აი მიშა მესხი და ყიფიანი ტოპ 3-ში აუცილებლად მოხვედრილი იყო. ხო ეგრე იყო, კიდე შეიძლება ახლა. აი სლავა მეტრეველი ეს ხო არა, ხო მაგას ვამბობ რომ ძალიან ბევრნი იყვნენ. კალაძეც მაგარი იყო, კალაძე ოღონდ მცველია, ეს თავდასხმელი არის, ხო, რაღაცნაირად და კალაძესაც ორჯერ აქვს, მაგრამ იქ ერთ ფრენდს ქონდა გარჩეული. კალაძე იქ მე-80 წუთზე შემოდის, კალაძე ის მაინც მოკლედ ეს ერთი თამაშის ამბავი არ იყო უბრალოდ. იცი რა მოდის რომ არ გამოვიდეს, კალაძე არის ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს მიღწეული და ალბათ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი იყო, ანუ ყველაზე კარგი არა. აქამდე, იმიტომ რომ სხვას არავის ეს არ გაუკეთებია, რაც გააკეთა, მიუხედავად იმისა, ალბათ არავინ არ ამბობს, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მით უმეტეს რომ მცველისთვის რთულია რომ მაგას მიაღწიო, ყველა დროის საუკეთესო მცველზეც ალბათ არ ვიცი, იკამათებდნენ. მაგრამ არ ამგონია. მე ამას იმით ვამბობ, რომ სხვებმა რაც თქვეს იმის გადამუშავებელს ვლაპარაკობ, არა ვარ მე ფეხბურთის წიგნები. ხო, არა, ხო. ეს ემოციურად და რაღაც ეს კომპეტენტური ტიპების იცი რა არის განა უსამართლობა არ არის რომ ის არ გაითვალისწინო რა გარემოში თამაშობდნენ როგორი იზოლაცია ჰქონდათ როგორი ხედვა იყო დროც როგორი იყო აი დროს რას გულისხმობიცი სიჩქარის თვალსაზრისით ტემპის თვალსაზრისით თამაშების სიხშირის თვალსაზრისით აი ხო სხვანაირი დრო იყო. ხო ჩვენ არ ვიცით ახლა სიტყვაზე ის ყიფიანი რო გადასვა და სიტყვაზე რეალში ჩასვა ან რომელიღაც ესეთ აი ამის კვარაცხელიას გუნდში რა სიზავდა ხო მაშინდელ რეალზე ლაპარაკი რომ სხვანაირად ყველა გაიგებდა მის შესახებ რაც ალბათ კი არა და ნამდვილად ეგრე იქნებოდა. რო უყურებ ამ ძველ თამაშებს რო უყურებ ხო კი გადასარევი თამაშები არის ხო გეუბნები იმ დროის ის არის რა მოცემულობა სხვა ტემპით თამაშობენ სხვანაირად ეთამაშებიან ერთმანეთს, ხო? იქ რასაც მცველი თავდასხმელს უკეთებდა, ის რო ახლა გაუკეთოს მცველმა თავდასხმელს, შეიძლება სამუდამოდ დაუმთავრონ კარიერა, ხო? რავი, ფეხს თუ არ მოაძრობდი და გასახდელში არ წაიღებდი თავდასხმელს, რაღაც ანუ პლუს ამას ისიც შემოვიდა, რომ მათემატიკა შემოვიდა, დღეს რომ პელეს ეთამაშან გარინჩას ამ ფორმულებით და ამ ტაქტიკით როგორც ეხა თამაშობენ ვინც ლო ვერ გაერწყინა ისე. ანუ ხო, კაცმა არის. ანუ ის ნიჭი და რაღაცა ხარსად არ წავიდოდა, მაგრამ რასაც ახლა ეს აკეთებს, ხო, როგორც აკეთებს, არა, როგორი თავდაჯერებით, როგორი გაუტეხმებით. სოდნი ხო, იზრდება და რაღაცნაირად. თან რა მომენტიდან გაიზარდა, რომ კაი დიდი იყო უკვე, როდესაც გაიბრწყინა. მანამდე იქ ბჟუტავდა, სადაც სათამაშოდ რა ერქვა? რუსეთში რუბინში თამაშობდა ლოკომოტივშიც იყო მე მგონი რაღაც პერიოდი. შეიძლება თქვას რომ ბჟუტავდა ანუ ალბათ ანათებდა, მაგრამ ვინ იცოდა. არა, რიცი რა იქ რო დარჩენილიყო იმ კვალობაზე იქაც მაგარი იქნებოდა, მაგრამ ხო იქ ჩარჩებოდა და რაღაცნაირად ის ხო იქ რატო უნდა მოხვედრილიყო და მეგობრები ეს ფეხბურთის მოყვარულზე უფრო წინწაწეული ტიპები ამბობენ რომ საერთოდ ქართველი ფეხბურთელების სასაფლაო არის ეს რუსეთის ჩემპიონატი რამდენი წასულა და ჩარჩენილი. იზრდები რომ გვერდზე დემბელე თამაშობს თუ ბელაუსოვი ახლა მოვიფიქრე არც ვიცი ვინ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ გახვალ და ვარჯიშზე რაღაცას იმისგან ისწავლი, მე ის შენგან ისწავლეს და ორივენი უკეთესები გახდეთ. ხო, ისა ხო არა რასაკვირველია და თან როგორი რაღაცა არის ლაპარაკობ ხო არ ეთყობა რომ წარმოდგენა არ მაქვს და ისე ანუ სხვები არა ვიცი რა ისე მაგრეიყო არა ჩემი მეგობრები ერკვევიან და რომ ლაპარაკობენ ხოლმე ესე დავწინე მაგრამ უსმენ თან და თან წაკითხული მაქვს ბლომად ანუ თან ადრე უყურებდი ისე
რელიგიურად ვიჯექი უყურებდი და რაღაც მომენტში გამექცა და აღარ უყურებ. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი შევხედე. ახლა ჩვენ აქ ქვეყანაში ისეთი სიტუაციები გვაქვს, რომ ხო გეუბნები კვარაცხელია რომ არა, ალბათ ფეხბურთისკენ ვერ მოგვაბრუნებ და ხო 100 კაცი. ხო ისა რისი აღნიშვნა მინდა კიდე იცი? ხო ახლა ჩვენ რაღაც ის ღრმა და იმებს ანალიზს არ ვაკეთებთ, მაგრამ ესე თვალშისაცემი რაც არის და რაც ჩემზე მოქმედებს ის რომ ხო ის არის არა უფრო მეტი ვარსკვლავია და ამას გრძნობს ყველა და გრძნობს კი არა ხედავს და თვითონაც ახლა ის ხო არ არის არა მართლა ეს რომ გარედან ვერ ხედავდეს თავს როგორი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და როგორ ზმავი და ხო ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს ჩემპიონთა ლიგის სადაც წარმოიდგინე ხო ყველა საუკეთესო გუნდი თამაშობს ჩემპიონები და არა მარტო ჩემპიონები კიდე იქ ხო ესი არა ამ დიდ რიგებში ჩემპიონატებზე პირველი 3 პირველი 4 პირველი 5 ანუ რამდენ ხალხში არის ყველაზე მაგარი ხო და აი ეს მის თამაშს ქცევაზე არ პოულობს ნეგატიურ ასახვას რას გულისხმობ ხო არის მოთამაშე რომელიც ფიქრობს რომ იმდენად მაგარია რაღაც ეპიზოდში რაღაც ამპლუაში რომ მხოლოდ იქ უნდა ითამაშოს და გუნდმა უნდა მოამარაგონ ხელი შეუწყონ და რაღაცა არა რასაც ადრე არაკეთებდა სიტყვაზე კარიერის დასაწყისში ხო უდები დაცვაშიც ისეთია რა თავს იკლავს და ეს ისა რა ქვია პატკაც ქართულად და ჩახტომე ბოლომდე და ის არის არანაირი ეს ვარსკვლავური ავადმყოფობის ნიშანწყალი არ ემჩნევა და აი კიდე სულ ფიქრობ ხოლმე ახლა პენალტიც რო გამოიმუშავა ხო უყურებდით ახლა და განიცდი ახლა შეიძლება ესეთი ჭკუიდან გადასული და თავზე ხელაღებული ის არა ვარ მაგრამ პენალტი რო აიკიდა და ესე რო აჩვენებდა ახლა ფიქრობდი რომ ასე აკეთებს ხოლმე თვითონ არ დაარტყას ან არ მოითხოვოს თვითონ იცი რა არის პასუხისგებლობა მეტია მე ვნერვიულობ ჩემ თავსაც უთხრილდები და თან რა არის იცი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ის რაც მოიპოვა რომ აი არ გაახუნოს ის სხვამ დაარტყას სხვამ გაიტანოს თუ ვერ გაიტანს ისევ ჯობიადებელემ გააფეთოს ვიდრე ხო გმირობა რომ არ გახუნდეს რაღაცნაირად ჩემიანი რო არის თორე ახლა ნებისმიერი სხვა რომელიღაც აი ლივერპულს გულშემატკივრობენ ჩემი შვილები და მეც რო უყურებ ხო ვინ დაარტყავს პენალტს ხო მხოლოდ იმის გამო რომ ვინ უკეთესია და ვიღა თორე იმის გამო რომ გაიტანს და აი მაგალითად ეს ლივერპული და ის რო თამაშობდა ეს PSG ხო როგორ გულშემატკივრობდი მოიგოს PSG-მ, მაგრამ მამარდაშვილმა არ დაუშვა შეცდომა. ისეთი გოლი გავიდეს, რომ არ იყოს იმის ბრალი. ასეთ რაღაცას აქცევ, ყურადღებას ხო და. აი ეს ჯერ ხო ყველა თამაში თითქმის ის იყო MVP რა, ხო და ამ ბოლო თამაშიც ალბათ ეგ უნდა ყოფილიყო, ადრე გავიდა იმის გამო რომ ფეხზე რაღაცა ჭირდა თორე ის რომელიც მეორე ეპიზოდი რომელიც თავიდან ბოლომდე თვითონ შექმნა და ძელს რომ უარტყა ხო ის ახლა რა ვიცი ეს ფეხი რო არ ქონოდა ესეთი გამობდღნილი და რაღაცა ალბათ იმასაც გაიტანდა და ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშეც ეგ იყო სავარაუდოდ და ისედაც ხო რაღაც ახლა იქ ვკითხულობდი ხო ჩვენ საიტზე თუ შეხალთ ვაჟა თაბერიძეს აქვს ინტერვიუ ფრანგ ჟურნალისტთან აი ამ იმაზე ყვარაზე ლაპარაკობს სპორტულ ჟურნალისტთან ძალიან კვალიფიციურად ვაჟა როგორც ყოველთვის და მისი რესპონდენტიც აი რატომ არის ძალიან მაგარი ტიპი ყვარაცხელია აი აქ დეტალებს ამოიკითხავთ და ისა აქვს კაცო ამ 17 თამაში აქვს რაღაც 16 ისა გოლს პლუს პასი ტექსტმენ, წარმოუდგენლად მაგარია, თან ვის ეთამაშება ეს ხო ის არ არის, არა? რაღაც ჩვეულებრივი გუნდები. აი ყველა არის ეგეთი გუნდები და თან ეს ამ თვითონ ეს საფრანგეთის ჩემპიონი ეს PSG ხო? ამ გუნდში სულ ცოტა ხნის წინ თამაშობდნენ ის, რა ვიცი, მესი და ვინ აღარ თამაშობდა და ნეიმარი და რა. ეს ანუ იყო ბაპე და ესა და ერთ წუთზე ნაკლების წინ დადეს ღირსეულ და დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია დუშანის წამლების შეძენაზე კონკრეტული ჯგუფი იმუშავებს. სათავსი მედია გამოსწორებენ. ეს უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ყინული დაიძრაო რომ. ანუ ყობახიძეს უთქვამს ესე რომ შეჯერდნენ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც დაიწყება უზრუნველყოფის კუთხით მუშაობაო, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. ანუ რასაც აქ ხედავ ეს დაპირება არ არის, ანუ არის რომ დასხდებიან და უკვე რაღაცა არაერთხელ მინახავს რომ რაღაცას უთქვამთ გავაკეთებთო და მე არ უქნიათ, მაგრამ რა ვიცი ხა ტაქტიკური ბავშვებს თუ გადააგდებენ იმედია ეს არ არის ეს ტაქტიკური უკან დახევა იმიტომ რომ ალბათ თვითონაც დარწმუნდნენ ახლა
შეიძლება შენ რო გაწყობდეს, ზუკას რო აწყობდეს, მე რომ აწყობდეს, ისეთი ტიპები არ იყვნენ, მაგრამ თავის სასარგებლო რა არის და მათ საწინააღმდეგოს რაც მუშაობს, იმის გარკვევა შეუძლიათ და ეს ამბავი აი ამ ორმა თვემაც აჩვენა და ზოგადად ამ ადამიანების მდგომარეობა ისეთია, რომ მართლა უკან დასახევი არა აქვთ. რისთვის გინდა ეს სახელმწიფო, რისთვის გინდა ან ხელისუფლება, ამ მთავრობა თუ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ბავშვებს მაქსიმუმს არ გაუკეთებ. ეგ ხო ანუ მე იმის თქვა მინდოდა რომ არ მაგათი გადანათქვამი და გადათქმული ბევრი მინახავს. ხო, ტაქტიკური ის არ იყოს. მაგათგანაც კი ძალიან გამიკვირდება რომ ავადმყოფი ბავშვები და მათი მშობლები გადააგდონ ისეთ რაღაცაზე, რასაც თქვეს რომ ვიზამთო. არ ვიცი, რა გაგიკვირდეს ადამიანს, მაგრამ აი გამიკვირდება. ეხა არ დაიწყო შემდეგი თემა, იმიტომ რომ ბოლოს გასურები კიდე მაქვს რაღაცა. კარგი პოზიტიური ის არის. პოზიტიური ნოტაზე გადავიდეთ. კომენტარებზე, რომელიც არ წამიკითხავს და შეიძლება არაპოზიტიური კომენტარები დაგხვდეს იქ, მაგრამ ნუ რა გავაკეთოთ. ჩვენ იცით რა არის, იყავით გულწრფელები, ახლა გვაგინეთო ამას არ მოგიწოდებთ, მაგრამ რაც არ უნდა დაწეროთ, არ დავსკრინავთ და არ გავაგზავნეთ ნამდვილ. ქალბატონ ქიმბარაშვილს არ მოუმატებთ სამუშაოს. კაი, ხა ნიუ-ვესტით დავალაგოთ. როსტევან ზარანდია წერს იმდენ და იმდენ ხანს მირტყამდნენ ტანსაცმელი შემომაგლუჯდეს და კუტუ ამოგდებული შიშველი ვიდექი რუსთაველზე და გაოცებული ვეკითხებოდი რატომ მირტყამდნენ და თუ იცოდნენ და იტირეო მეხვეწებოდნენ ლამისო. კომენტარი იყო და წავიკითხე. საინტერესოა ჯიმის აზრი სანამდე შეიძლება ამის გაგრძელება როდის გაწყდება, ანუ როდის გაწყდებიან. ნუ გაწყდებიანზე ცხადია ან გაწყდებაზეც არ მოგთ ხო რომ კომენტარი გააკეთო, მაგრამ ხო არ არის როდემდე გაგრძელდება ესე, არ ისე ვთქვათ. საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები მათემატიკისგან, ფიზიკისგან, ქიმიისგან განსხვავებით არაპროგნოზირებადი არის, ძნელად პროგნოზირებადი არის, ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული და ახლა მე რაღაც ის ლოგიკური კონსტრუქციაში ხო როცა პოლიციაზე ვლაპარაკობდით, ლუკ 18-73 ამბობს, რომ არ გასვოთ ყოფილმა მინისტრმა არაა საჭირო აკადემია კონდეს გამოვლილი, პირდაპირ მოდით პოლიციაშიო. სულ რაღაც 2-3 წლის წინ იყო ეგ ამბავი. გაგვახსენა. ეგ არის რა პოლიციის წინაშე რა ამოცანებს სახავ იმის მიხედვით არჩევ ადამიანებს, მე ჭირდებათ კვალიფიკაცია თუ არა. სიტყვაზე თუ მხოლოდ იმისთვის გინდა პოლიცია რომ ვიღაცა გალახოს, რა თუნდა ამდენ სწავლა დაისახო. აი მაზე ფარმერი წერს რომ მეც ეგრე ვერ გავარჩიე და ხულიგნები რომ მეგონენ ოპერები აღმოჩნდნენ ღამის 3-ზე დამიჭერეს და იქ განყოფილების უფროსი მამცირებდა გეტყობა რომ ქუჩაში არ დგახარ. განყოფილების უფროსი კარლო ესე ამბობს. რაც ანუ კიდევ ერთხელ ხო იცი რომ ქუჩაში არ დგახარ. ხო იცი რომ ანონიმური კომენტარი არ არის ადამიანი თავისი მიწერე, მაგრამ ნუ არ იცი ახლა. რაღაცა მაგრამ ხო იცი ეჭვირო არ გეპარება რომ მართლა ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ სხვებსაც აქვს გავსი რაღაცა მოყოლილი. მარიამ ტმ მობლანჩი ვცხოვრობთ. ჩვენც იქ ორგანიზებული დანაშაული ძალადობს და არ ისჯება და ჩვენთან პოლიცია და სახელმწიფო. ალბერტი მერაბიშვილი ნიკოს მაგარი პოდკასტი აქვს ჯიმის ველოდებით. ყოველჯერზე ვკითხავ ხოლმე, ანუ აზრი არა აქვს ამისთვის. ხალხი ხდება ქუჩაში მელაპარაკება, რომ ჯიმი პოდკასტი როდის დაიწყოს და მე ვეუბნები, რომ არასდროს ვერ მოესწრები და მე ვფიქრობ, რომ რა ერთი რაღაცა მოკლეთ რა. იმედია გინებამდე არ მივასაკე. ჯოშუა მკლაცომ ნიკო შენგან ეხა გვაკლია რა დიქტატორს ასწავლი და არიგებ რა უნდა აკეთოს რა იქნება უებარი ხალხის განწყობაზე სამოქმედო. მე ვინას უნდა ვასწავლო ხალხს აქვს მთელი ისინი ჩრდილოვანი კაბინეტები და ხედან გამობრძმედილი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები რომლებიც ესე წერენ რომ ვისგან რა გადაიღონ და რა გააკეთონ და და ასევე წინაზე რომ დიდი ღომზე ვლაპარაკობთ, დიდი ღომი ეფექტურად არის მოწყვეტილი ქალაქს. არ არსებობს აღმაშენებელზე წამოსვლელი არ იდგეს 1 საათიან საცობში. მგზავრობთ სარაჯიშვილის მეტრომდე, ესაა ახლა ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ მეტრო გადატვირთულია. ვაგზალზე რეგულატორები ჭირდება რომ ხალხის ნაკადი გააკონტროლონ. წილოსანს უთხარით რომ თუ ასეთი მომზადებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოწესრიგებული, რაც უნდა 50 კაცი მარეგულირებულად რომ ყავს ვაგზალზე და ხალხის საცობი რომ არის მანდო. ისე ხო დაანონსეს რომ ტრამვაის ხაზი და რამე. ხანდახან შრალი უმორი გაქვს, იმიტომ რომ ვერ ხვდები რომ იხუმრა და ტრამვაის ხაზს ხუმრობა ის არის რომ წლებია უკვე ხანდახან გამოათრავენ ხოლმე იდეას და დადებენ ან მერის არჩევნების ან რაღაცის წირო. ეხლა
ტრამვაიზე დავიწყებთ მუშაობას და რა ტრამვაი რუსთაველი ვერ გადათხარენ მე-4 წელია მე მგონი მემუქრებიან რომ უნდა გავაკეთოთ. არა ეგ ვერ არა ეგ არ ქნეს მან პოლიტიკური ის იყო ნება იყო. არა ანუ ნება როგორ არის გამოვიდა და თქვა რომ მინდა რომ რუსთაველი გადაუთხარო კოლაძემ და მე გადაუთხრელია აგერ უკვე მე-4 წელია იმიტომ რომ ტენდერი ვერ ჩაატარენ და ნუ მან რა მგონია ეს საპროტესტო აქცია რომ მოხდეს იმდენი ხვა იქნება იქ და იმდენი სასროლი იქნება პროსტა რა პოლიცია ვეღარ დაიგავებს მაგ მე კიდევ ერთხელ მგონია რომ უბრალოდ ტენდერი ვერ ჩაატარეს. იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი თავის დროზე ვიდრე ეს ამ ქვეყანა აირეოდა ერთ-ერთი ოცნება იყო რომ მენახა შუქნიშნებით გადაპენტილი რუსთაველი. იმიტომ რომ ყველა მიცის რომ რუსთაველს შუქნიშნები უნდა დაიდგას და ფეხით ზევიდან გადავიდეთ ხოლმე, იმიტომ რომ და არა მიწის ქვეშიდან. ტენდერი ვერ ჩაატარეს რა, ვერავინ გამოჩნდა ისეთი შინაური როგორ ჩანს ნიკო. და მეორე მორჩით იმას და არ დავიწყებ თემას, მაგრამ შენი სტატია წავიკითხე. რომელი? რამდენიმე გქონდა? ხუმრობ, რუსეთზე რო გქონდა დაწერილი, სადაც რუსი ბლოგერების ხედან და თავში ხელს ერთხამენ რომ ყირიმთან რაღაცა ცუც ამზადებს ვესეუ. არა, უკრაინა და ვაიმე რა გვეშველებაო და აი ჩემი ერთ-ერთი ოცნება რუსთაველის შუქნიშნებს დავიკიდებ, ეგ არის რომ წარმატებული მე მგონია რომ შემდეგ 9 მაისს წითელ მოედანზე არაფერი არ ჩატარდება. აი ესე დღეში იქნებიან რომ ვერ ექნებათ ჩასატარებელი, იმიტომ რომ მანამდე როგორც შენ გეწერა იქ ყირიმში ზურგი აღარ არსებობს, როგორც უკრაინელები ამბობენ, იქ ვინც მიდის სატვირთო მანქანებს ეშინიათ, ჯარისკაცებს ეშინიათ და აი შორი არის მოსკოვიდან ყირიმი. წვდებიან, აი უყურე მთელი მუღამი რა იყო აი მან სამხრეთიდან რო ამის ოკუპაციის ამის და ანექსიის რო სახმელეთო საზღვარი მიიტანეს ესე ჩათვალეს, ხო? ყველგან წვდებიან უკვე. ყირიმი რომელიც 2014 წელს ესე თქვა გადაყლაპეს და ეგონათ რომ ეს მორჩა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა შხამათ ერგებათ ახლა ვერ შეირგეს იმიტომ რომ ჯერ ხო შავი ზღვის ფლოტი სად დაიმალოს ესე არიან ახლა ყირიმიც ეგრე არის აი როგორი რაღაც არის რუსული სტანდარტი რაც არის როგორც უტევს რუსეთი კიევს ხარკოვს ოდესას და იმებს ესე რო უტევდნენ უკრაინელებიც ხო ანუ სულ ერთი იყოს მათთვის საჩავარდება რაც დაეცემა და რაღაცა იქ შეიძლება ადამიანი აღარ ცხოვრობდეს ასე ვთქვი. ნამდვილად. ხო, მოკლედ ყირიმის აქამდე რო ეგონათ რომ აი ყირიმი დაივიწყეთ ეგრე არ არის. ყირიმი არის ალბათ ყველაზე სათუო გაუხდებათ ამ ბატონებს. ხო და ჩემი ასე ვთქვათ არარეალისტური, მაგრამ არც ესეთი რომ სრულიად არარეალისტური იყოს, ოცნება არის რომ ყირიმიდან მე პირდაპირ მოსკოვისკენ. ხო, იცი რა არის? ხო, აი ხო არის ესეთი კრიტიკული მასა რაღაცა რომ შეივსება და მე იწყება პროცესი ამ ჯაჭვური რეაქცია. არ ხო გეუბნები ახლა შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ აი აღფრთოვანებული და ძალიან ტენდენციურები ვართ, მაგრამ ყირიმის დაკარგვას ვერ გადაიტანს აი ეს პუტინის რუსეთი. რა სტანდარტიც აქვს წარმატების სისტემის არსებობის მდგრადობის ხო აი სრულიად გამორიცხავს გაგრძელებას სიცოცხლისას კიდევ დაამთავრო შენ თუ დაამთავროთ დაბა დაწერეთ კომენტარებში მორიგი მხია ის არის ამაღლებული თუ ვინც ბოლომდე გვიყურეთ ისქენით იცოდეთ რომ ამას შევჭამ ცხადია